26 აპრილს გიგა ჭიკაძეს ჩაენიშნა UFC-ში ბრძოლა და დღეს მინდა გაგაცნოთ ქართველი ნინძა, რომელიც ჯიგარს ახევს თავის მეტოქეებს. და ჯიგარს იმიტომ ახევს, რომ მის გაქნეულ ფეხს ღვიძლში ვერც ერთი ოპონენტი ვერ უძლევთ. გაიცანით, ქართველი ნინძა გიგა ჭიკაძე. გიგა დაიბადა 1988 წლის 25 აგვისტოში თბილისში. მამამისი მრავალი გზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონია ძიუდოში. სამწუხაროდ გიგას მამამ ნაადრევად დაასრულა თავის კარიერას. მას ჰქონდა შანსი ოლიმპიადაზე მიეღო მონაწილეობა, მაგრამ მუხლის ტრავმამ მას არ მისცა ამის საშუალება. როცა მამას გიგა სამშობიაროდან გამოყავდა, მან ყველას სიამაყით გამოცხადა, რომ დაიბადა მსოფლიო ჩემპიონი. ჭიკაძე გიგა სადაც ამ სამწუხაროდ პირველი ჩემი ბიჭი მსოფლიო ჩემპიონი მომავალი ძიუდოში სურვაში აი მოჩხუბარე აი მოკეიფე და აი გულისხმელი იგარი თუნო 4 წლის ჭიკაძე მოტივირებული ბრიუსლის ფილმებით იწყებს კარატეზე ვარჯიშს. საქართველოში მაგ დროს ძალიან რთული პერიოდი იყო, თუმცა ჭიკაძეების ოჯახი ყველანაირად უწყობდა გიგას ხელს გაეგრძელებინა სპორტი. 18 წლამდე გიგა მოახერხა და მოიპოვა შავი ქამარი, გახდა ევროპის ჩემპიონი და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი კარატეში. 14 წლის ასაკში გიგა სკოლაში გაიცნობს თავის მომავალ მეუღლეს და 18 წლის რო გახდება დაქორწინდება. წყვილს ბიჭი და გოგო გაუჩნდება და იმის გამო რომ კარატეში ფული არ იშოვებოდა, გიგა გადაწყვიტავს კიკბოქსინგში მოღვაწეობას. ქართველი 18 წლის ასაკში იღებს მონაწილეობას K1-ის ორგანიზაციაში, სადაც თავისი გამარჯვებებით იქცევს დიდ ყურადღებას. ის საცხოვრებლად გადადის ნიდერლანდებში და იქ ემზადება სრულფასოვნად კიკბოქსინგში. K1-ის ორგანიზაციაში კიკბოქსინგში გიგამ უამრავი ბრძოლა ჩაატარა, პარალელურად მუაიტაიში გამოდიოდა შეჯიბრებებზე, სადაც ევროპის ჩემპიონი გახდა და იმ აქ პერიოდში K1-ის ორგანიზაცია საერთოდ დაიშალა. გიგა არჩევნის წინაშე იყო რა გაეკეთებინა, ერთი ვარიანტი ჰქონდა კრივი გაეგრძელებინა, მაგის საშუალებაც ჰქონდა, შანსიც ჰქონდა და მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ ბოლოს მაინც კიკბოქსინგზე გადაერთო და გადავიდა გლორის ორგანიზაციაში. ვინც არ იცის, გლორის ორგანიზაცია უმაღლესი ლიგაა კიკბოქსინგში, აი როგორც MMA-ში არის UFC, ზუსტად ესე გლორი არის კიკბოქსინგში. და ყველაზე მაგარი იცით რა არის? 2015 წელს გიგა ჭიკაძე გლორიში კიკბოქსინგში იღებს მონაწილეობას და ასევე MMA-ში პროფესიონალებში გამოდის. ანუ რამხელა გამძლეობა უნდა გქონდეს, რომ ესეთი ორი სპორტი ერთმანეთს შეუთავსო. ეს რაღაცა ჭადრაკი და ბოულინგი კი არ არის ერთ საღამოს რომ მოაგვარო ეს ყველაფერი. ეს არის MMA და UFC. წარმოიდგინე, MMA შეერეული ორთა ბრძოლების მერე დანგრეული მიდიხარ კიკბოქსინგში, სადაც გელოდებიან ვიღაცა მონსტრები და კიდევ მაგათთან ჩხუბობ და ეს ყველაფერი კიდევ წარმატებულად რომ იქხავს. 2015 წლის დეკემბერში ჭიკაძის დებიუტი შედგა MMA-ში, სადაც მან წააგო. მართალია მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო, მაგრამ წააგო. მერე მაისში, ამავე წლის მაისში გავიდა კიკბოქსინგში გლორიში, სადაც თავისი ოპონენტი დაშალა მარტივ მამრავლებლად და თავისი საფირმო გამარჯვება ღვიძლის ამოცლით დაასრულა. Thank you. I want to say some Georgian words. ამ ბრძოლიდან სამთვეში ქართველი ნინძა ხვდება ანვარ ბაინაზაროს, სადაც ძალიან ლამაზ ბრძოლას გვთავაზობენ ეს მოჩხუბრები და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით გიგა ჭიკაძე აგებს ამ ბრძოლას. Nazarov coming forward, swinging wildly. Wow. Aside. Enver Nazarov. 2016 წლის თებერვალში ქართველი ნინძა კიდევ ერთ ბრძოლას ატარებს ამერიკელ სპორტსმენთან და ამ შეხვედრას მსაჯების გადაწყვეტილებით იგებს. A furious pace to finish round number 3. Giga Chikadze!
ამავე წლის ზაფხულში გიგა ხვდება კრის მაუსერს, რომელსაც აი 2 წუთის განმავლობაში მაგრად ტანჯავს და პირველივე რაუნდში ანოკაუტებს თავისი საფირმო დარტყმით ფეხით ღვიძლში და სხვათა შორის ამ დარტყმის გულისთვის გიგას შეარქვეს გიგა კიკი. ანუ გიგას გაქნეული ფეხი ღვიძლში თუ ხვდებოდა ადამიანს მიზანში, ის უეჭველი იკეცებოდა. ორთვეში გიგა საპრეტენდენტო ბრძოლას მართავს სერგეი ადამჩუკთან, ანუ ამ ბრძოლაში მოგებული ეგრევე გადადიოდა გლორის ფინალში მიიღებდა მონაწილეობას და იქ კიდე რა თქმა უნდა ჩემპიონი გახდებოდა გლორის და გიგა ჭიკაძემ დაუშვა პირველივე რაუნდში დომინირებდა, აი მეორე რაუნდში საერთოდ ხო შეუჩერებელი იყო, დალეცა თავისი ოპონენტი, მესამე რაუნდში სერგეიმ თითქოს გამოცოცხლება დაიწყო, მაგრამ ქართველმა ნინძამ დაუმსხვრია მთელი ოცნებები და მოუგო. იმ საღამოსვე გიგა ჭიკაძე ფინალში გავიდა სატიტულო ბრძოლით. კიკბოქსინგში ეგრეა, მოგეხსენებათ, რომ შეიძლება ერთ დღეში რამოდენიმე ბრძოლა მოგიწიოთ და დაღლილი ხარ, არ ხარ დაღლილი, მაინც გიშვებენ და ფინალში მოკლედ მეორე რაუნდში დაანოკაუტეს ქართველი, არა და აი ერთ ნაბიჯში იყო გლორისში, რომ ჩემპიონი გამხდარიყო. სამთვეში გიგა გამოდის უკვე MMA-ში, სადაც პირველივე რაუნდში ნოკაუტით იგებს, მაგრამ სამწუხაროდ აი გადავატრიალე ინტერნეტზე ეს ვიდეო ვერ ვიშოვე. ამის მერე ერთ თვეში 2017 წლის დასაწყისში გიგა გადის კიკბოქსინგის შეხვედრით ფრანგ მებრძოლთან, რომელსაც აი ისეთი დატენილი იყო, რომ პირველივე რაუნდში დაანოკაუტა თავისი საფირმო გიგა კიკით ღვიძლში. თავისი ოპონენტი აი კრუნჩხვებში ჩავარდა. ამის მერე ორ თვეში ქართველი გამოდის ენტონი როსის წინააღმდეგ, უკვე MMA-ში ეს ვიდეოც ვერ ვნახე, რომელსაც 10 წამში ანოკაუტებს. სტატისტიკაში ეს ეწერია და ძალიან მაგრად მაინტერესებს, აი რატო არა ეს ვიდეოები 10 წამში რა გაუკეთა, მაგრად მაინტერესებს. მაგრამ იმას გეტყვით, რომ აი 10 წამში რო დაანოკაუტა ტიპი რა, მაგის მერე 3 თვეში კიდე შეხვდა ერთ-ერთ ოპონენტს და ის 59 წამში დაანოკაუტა, ეს იყო 10 ივნისი და მერე 4 დღეში ქონდა საპრეტენდენტო ბრძოლა გლორიში. ანუ თუ მოიგებდა იმ ბრძოლას კიკბოქსინგში, გავიდოდა ფინალში და ის შეხვდა ულიანოვს, რომელსაც აი მართლა მაგრად მოუგო და მსაჯების გადაწყვეტილებით ეს ბრძოლა გაიფორმა ჭიკაძემ. ამავე საღამოს უკვე ტიტულზე იყო ბრძოლა, ჭიკაძე შეხვდა ამერიკელ კელვინს, რომელთანაც ბრძოლა ჰქონდა და მსაჯების გადაწყვეტილებით წინა პირველი ჩხუბი ჰქონდა მოგებული, მაგრამ ამ ჩხუბში აი რა ვიცი, რო უყურებდი მე მაინც როგორც ქართველი, ალბათ ფიქრობდი მაგიტომ რომ გიგა ჭიკაძემ მოიგო, მაგრამ მსაჯების ორ მსაჯმა გადაწყვიტა რომ მოიგო ამერიკელმა, ერთ მსაჯმა გამარჯვება გიგას მისცა და ეს კიდევ ერთი ფინალი წააგო. ამავე წლის 16 დეკემბერს გიგა კიდე იღებს MMA-ში მონაწილეობას, სადაც პირველივე რაუნდში კევინ გრანტს თიშავს. და აი 4 დღეში ისევ გადის კიკბოქსინგის შეჯიბრზე, სადაც მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით, მაგრამ აგებს. აი სწორედ მან, როგორც ინტერვიუში გიგა იძახის, ის მიხვდა, რომ ეს ორი სპორტი, ამ ორი სპორტის ერთმანეთთან შეთავსება ძალიან ძნელია და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მიიღო, რომ დარჩენილიყო მარტო MMA-ში. 2018 წელს მან კიდევ ერთი მებრძოლი გათიშა პირველივე რაუნდში MMA-ში და ორ თვეში იღებს მონაწილეობას დანა უაითის კონტენდერ სერიაში, სადაც ხვდება მებრძოლს და აი 3 რაუნდი მართლა დომინირებს. ანუ იგებდა გიგა ჭიკაძე, სახეს აძრობდა თავის ოპონენტს, მაგრამ ბოლო წამებზე გონგამდე რო იყო დარჩენილი ბოლო წამები, ამ ოპონენტმა დაითხრია გიგა, შეეშალა რაღაცა გიგას და ზურგიდან დაახრჩო. So this is under contact before he couldn't. I like his anytime you open right now. There it is. He hit the rear naked choke now. Oh, they're looking for the rear naked choke. This is it. He's tapped out. That's it. Wow. Declaring the winner
by submission via rear naked. გიგა ვარდაყარა ფარხმალი, წამოწია თავისი გრეპლინგი, დაიწყო ვარჯიში ჯიუ-ჯიტსუში და 2019 წელს ორი ბრძოლა ჩაატარა MMA-ში, საიდანაც ორივე ფინიშით მოიგო, მან მოიპოვა საგზური პირდაპირ UFC-ში. 2019 წლის მარტში ჩიკაძის დებიუტი შედგა UFC-ში 66 კილოგრამში, სადაც ის შეხვდა ბრენდონ დევის და აი 3 რაუნდიანი ბრძოლა იყო, სადაც უფრო დომინირებდა ჩიკაძე და თავის სადებიუტო ბრძოლას ის მსაჯების გადაწყვეტილებით იგებს. Artist in this fight. I'm surprised he's not got the striking prowess of Giga. Shot. He learned to touch. We saw Dante do that right there. Punches. That's where he's going to find it. One over the thigh. Oh my goodness. Coming. Oh, that's a massive. On the feet when he gets comfortable. Like you said, control. Yeah, interesting that. მარტო 2020 წელს ჩიკაძემ ჩაატარა 4 ბრძოლა UFC-ში და 4-ვე ბრძოლა მოიგო. პირველი მან მოიგო მსაჯების გადაწყვეტილებით ჯამალ ემერსთან, სადაც უკვე ჩანდა, რომ ჩიკაძე ჭიდაობაში უკვე ერკვევა და ვეღარ გადაყავთ ის ძირს. Counter right from Emmers a moment ago. Right on the მაისში ქართველი ნინძა მექსიკელ რივერას ხვდება, რომელიც ძალიან ცნობილი იყო თავისი ქუჩური სასტიკი ბრძოლებით, სადაც უყველას უგებდა, მაგრამ ქართველთან ვერ გაკაჩა. გიგა 3 რაუნდის განმავლობაში მაგრად დომინირებდა, დაღეჭა თავისი ოპონენტი და თავისი მესამე ზედიზედ გამარჯვება გაიფორმა UFC-ში. Rivera's down, but he comes up firing away. He gets trapped and comes up swinging. That's just insane. He just got dropped clean with a vicious knee to the face. But now Chikadze's, He's totally ამავე წლის ოქტომბერში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გიგა ჩიკაძე კიდევ ერთ ბრძოლას იგებს ომარ მორალესთან. ომარ მორალესი ცნობილი იყო მაგ მომენტისათვის იმით, რომ 10 ზედიზედ გამარჯვებით მოდიოდა და გიგა ჩიკაძე ამ ბრძოლაში ანდერდოგი იყო, მაგრამ მას არ გაუჭირდა თავისი ოპონენტის განადგურება. ჩიკაძე მაგ მომენტისათვის 4 ბრძოლა ზედიზედ მოიგო UFC-ში, მაგრამ UFC არ ჩქარობდა მისთვის რაღაცა სერიოზული ოპონენტი მიეცა, იმიტომ რომ არ იყო ეს სანახაობრივი ფინიშით დასრულებული ჩხუბები და ამიტომ აძლევენ დებიუტანტს ჯერემი სიმონს, რომელიც ჩიკაძემ პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ჯერ მიდლ კიკი გაუტარა თავისი ფეხი ღვიძლში და მისმა მეტოქემ ხელები დაწია თუ არა, ეგრევე ჰაი კიკით თავში ტენა და გაითიშა ეს ტიპი და ეს ისეთი მაგარი ნოკაუტი იყო, რომ მან ბონუსი დაიმსახურა და მას აჩუქეს $50,000. Trying to put the finishing touches on a 4-0 2020 tonight. First to the body, then to the head. Chikadze. That's it. Giga Chikadze with style points tonight. Wow. Yeah, man, that guy he was waiting for it. He was setting it up. You could see him pulling Simmons into it, backing up, waiting. And then you heard his corner call for it. By G.A.O. Giga Chikadze. 2021 წლის მაისში გიგა ჩიკაძე ხვდება უმაგრეს მებრძოლს გამოცდილ კაპსონსონს, რომელსაც თავის კარიერაში ძალიან ბევრი სერიოზული მებრძოლისთვის აქვს მოგებული ისეთ ტიპებისთვის, როგორც არის ჩარლზ ოლივერა და დასტინ პორიე, მაგრამ ჩვენი ქართველი ნინძასთვის ეს პრობლემა არ იყო და მან ზუსტად ერთ წუთში დაკეცა კაპსონსონი და გამოიძახა ედსონ ბარბოზა. Straight fight. This prospect has officially arrived. That's the Giga kick right there. Giga Chikadze. ბარბოზა მიიღო ქართულის გამოწვევა და 2021 წლის აგვისტოში ეს ბრძოლა შედგა. 2 რაუნდის განმავლობაში გიგა ჩიკაძე მართლა უმაგრესი იყო და დომინირებდა თავის მეტოქეზე და აი მესამე რაუნდში უკვე დააფინიშა ბრაზილიელი, რითიც მესამე ბონუსი გაიფორმა UFC-ში.
2022 წლის ზაფხულში ქართველი ნინძა ხვდება მეხუთე ნომერს რეიტინგში კელვინ კატარს უმაგრეს მებრძოლს. მაგ მომენტისათვის ჭიკაძე იყო მერვე ნომრად რეიტინგში და ამ მატჩში გამარჯვებული დიდი ალბათობით შეხვდებოდა სატიტულო ბრძოლით ვოლკანოვსკის და ჰოლუეს შორის გამარჯვებულს. ნუ ამისი ალბათობა არსებობდა. ეს იყო 5 რაუნდიანი ბრძოლა, ეს იყო ძალიან მაგარი ჩეხაობა, შეგიძლიათ ჩართოთ და თავიდან ბოლომდე უყუროთ ისი ამოვნოთ. ისეთი მაგარი ბრძოლა იყო, რომ ბრძოლის დამთავრებისთანავე ბონუსი მიიღეს ორივე მებრძოლმა, $50,000 დაურიგეს. ამ შეხვედრაში სამწუხაროდ მსაჯების გადაწყვეტილებით ქართველმა ეს ბრძოლა წააგო, მაგრამ კატარს ეს ბრძოლა, ესეთი მძიმე ბრძოლა დარწმუნებული ვარ მთელი ცხოვრება ემახსოვრება. 2023 წლის აგვისტოში კი გიგა ხვდება ალექს კასერას, ძალიან გამოცდილ მებრძოლს, მარტო UFC-ში მაგ მებრძოლს 30 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 17 მოგება აქვს. ეს 3 რაუნდიანი ბრძოლა იყო, მაგარი ჩეხაობა იყო და ქართველმა ეს ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. Both men are so quick. Yeah, it was Giga who was Oh, that's a big shot. Game. Oh, that's 10 seconds. The Caceres and Chikadze. Thunder. Giga. Ninja Chikadze. ამის მერე 2024 წელს ქართველი ხვდება არნოლდ ალენს, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით აგებს, მაგრამ არნოლდ ალენი მართლა ბევრად უკეთესი იყო და გიგა ჭიკაძეს შეეტყო, სახეზეც კი ეტყობოდა რა დღეში იყო და აი გადის რამოდენიმე თვე, დგება 2025 წელი და ამ წლის აპრილში უკვე გიგა გამართავს ბრძოლას, მორიგ ბრძოლას დევიდ ონამასთან. ონამას 15 ბრძოლა აქვს ჩატარებული პროფესიონალურ MMA-ში, საიდანაც 13 ბრძოლა აქვს მოგებული, 2 წაგება აქვს. ქართველს კიდევ 19 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 15 მოგება აქვს და 4 მარცხი. ჭიკაძემ თავის კარიერაში 9 ბრძოლა ნოკაუტით მოიგო, 1 საბმიშენი აქვს. თავის ოპონენტს კიდევ 7 ნოკაუტი აქვს და 4 საბმიშენი აქვს. ნუ აქედან ჩანს, რომ თავისი ოპონენტი ონამა უფრო კარგად ჭიდაობს, მაგრამ დგომში ქართველი ბევრად უკეთესია. გიგას UFC-ში აქვს 2 მარცხი და ორივე მსაჯების გადაწყვეტილები და რაც თავარია ვერავინ ვერ ჩაითრია პარტერში და საბმიშენით და ესეთი რაღაცებით ვერ მოუგო გიგას. ასევე თავისი ოპონენტი ონამასაც 2 ბრძოლა აქვს წაგებული UFC-ში და ორივე მსაჯების გადაწყვეტილებით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პარტერში ბრძოლა არ იქნება, შეიძლება იყოს რაღაცა მცდელობები, მაგრამ რო არ გამოუვათ მებრძოლებს დადგებიან და იჩეხავებენ. და ჩეხაობაში კიდევ გიგა ბევრად უკეთესია, მაგის ბექგრაუნდს რო გადახედო კიკბოქსინგში და ნოკაუტების რაოდენობას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლას გიგა მოიგებს ამ ნოკაუტებით, ამ მსაჯების გადაწყვეტილებით. ასევე სპორტის გარდა აღსანიშნავია, რომ გიგა არის დაკავებული ქველმოქმედებით, მას 2013 წელს დედა გარდაეცვალა ონკოლოგიისგან და მან და თავის დამ შექმნეს ესეთი ფონდი, რომელსაც დაარქვეს დაანოკაუტე კიბო და უამრავ ოჯახს დაეხმარნენ. თუ არ ვწდები 200-ზე მეტ ადამიანს უკვე დაუფინანსეს მკურნალობა, ონკოლოგიის მკურნალობა და აი მოკლედ ამის გამო გიგას ჩემგან ძალიან დიდი პატივისცემა, ძალიან მაგარი ადამიანი ხარ და მოკლედ გიგას უსურებ წარმატებას, დარწმუნებული ვარ, რომ გიგა ამ ბრძოლას მოიგებს და ქართველები კიდევ აწევენ საქართველოს დროშას UFC-ში. მე კიდევ ამით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.